მოგესალმებით, მე ვარ სოფია და დღეს მოგიყვებით რეინემ ჰოლის ყავისფერი ქალბატონის შესახებ. ეს ინგლისური ლეგენდა უკვე მთელს მსოფლიოშია ცნობილი და არის ამბავი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. თუ გაინტერესებთ და ჩემსავით გიყვართ ასეთი საშიში ისტორიები, მოიდუღეთ ყავა და მოდი დავიწყოთ. ლეგენდა მოგვითხრობს ყავისფერი ქალბატონის საჩრდილზე. მას იმიტომ ეძახიან ყავისფერ ქალბატონს, რომ როდესაც ადამიანები ხედავენ, ყოველთვის ლამაზი ყავისფერი კაბა აცვია. და ლეგენდის თანახმად ის არის ლედი დოროთი ვოლპოლის მოჩვენება, რომელიც დიდი ხნის წინ იყო სერ თაუნსენდის მეუღლე და ცხოვრობდა რეინემ ჰოლში. მათი ქორწინება ბედნიერი არ იყო. მიზეზი თუ რატომ იყო მათი ურთიერთობა ძალიან ცუდი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, არის სხვადასხვაგვარი. ზოგი ამბობს, რომ ლედი დოროთის ძალიან უყვარდა ლამაზი ტანსაცმელები და სამკაულები და ამაში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა, რამაც გამოიწვია მრისხანება სერ თაუნსენდის. ზოგი ამბობენ, რომ ის ერთგული არ იყო და დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ როგორც ამბობენ, სერ თაუნსენდმა თავისი მეუღლე გამოკეტა რეინემ ჰოლის ოთახებში. მათ ყავდათ შვილები და გამოკეტა. შვილების ნახვის უფლებას აღარ აძლევდა. მას აღარ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ენახა თავისი შვილები. როგორც ამბობდნენ, ერთ-ერთი ვერსიით, ერთ-ერთი სასტიკი ვერსიით, იმასაც კი ამბობენ, რომ აშიმშილებდნენ და საჭმელსაც კი არ აწვდიდნენ. იმდენად სასტიკი იყო სერ თაუნსენდი თავისი მეუღლის მიმართ და მას წართვეს ყველაფერი. აღარ აძლევდნენ შვილების ნახვის უფლებას, წართვეს თავისუფლება, გამოკეტეს ამ სასახლის კედლებში და სწორედ იქ ძალიან საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი იყო ჩუტყვავილა, მაგრამ ლეგენდა ამბობს, რომ მას ჰქონდა ან შიმშილის ძალიან ძლიერი შეტევა, რომელსაც ემსხვერპლა, ან მეორე ვერსია ამბობს, რომ ის მოკვდა ძალადობრივი გზით, ვიღაცამ სასახლის კიბეებზე დააკორა. სკეპტიკოს არ ჯერა ამ ვერსიის, არ ჯერა იმის, რომ ლედი დოროთიზე ასე ძალადობდნენ, რადგან მას ყავდა ძმა სერ რობერტ ვოლპოლი, რომელიც იყო ძალიან გავლენიანი ფიგურა ისტორიული და არის. ის ითვლება ინგლისის პირველ დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრად და სერ რობერტი ძალიან ახლოს ცხოვრობდა. მტკიცებს ლედი დოროთის მიმართ ასეთი მოქცევა არ დარჩებოდა შეუმჩნეველი, მაგრამ საიდუმლოებით მოცულ და ძალადობრივ სიტუაციაში გარდაიცვალა. სიმშვიდის პოვნა ვერ შეძლო. ამის შემდეგ სასახლეში ძალიან ხშირად ის ადამიანებს ეცხადებოდათ და ხედავდნენ სასახლეში დარჩენილი სტუმრები, ძალიან ცნობილი გამოჩენილი და დიდგვაროვანი ადამიანები, რომლებიც ღამით რეინემ ჰოლში რჩებოდნენ, ხედავდნენ. ასევე მას ხედავდნენ ბავშვები, ოჯახის, თაუნსენდების შემდეგი თაობის ოჯახის, რომლებიც ამ სასახლეში ცხოვრობდნენ. არსებობს გადმოცემა, რომ ბავშვები ეკითხებოდნენ თავიანთ მშობლებს, ვინ არის ის ქალბატონი ყავისფერ კაბაში, რომელიც ღამღამობით ჩვენს ოთახში მოდის. მნახველები აღწერენ, მას ყოველთვის აცვია ყავისფერი გრძელი კაბა, როგორც ეცვათ იმ დროს, როდესაც ის ცხოვრობდა და ადამიანებს რატომაც გონიათ, რომ ეს ლედი დოროთის აჩრდილია, კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ის ძალიან გავს პორტრეტზე გამოსახულ ლედი დოროთის,
რომელიც ერთ-ერთ რეინემ ჰოლის ერთ-ერთ საძინებელში კიდია. და როგორც ამბობენ, ყველაზე ხშირად მისი დანახვა სწორედ ამ ოთახში შეიძლება და ასევე მას ძალიან უყვარს სასახლის კიბეები და დერეფნები და იქაც ხედავენ. ამბობენ, რომ როდესაც პირველად დარჩა რეინემ ჰოლში ღამით პრინცი რეგენტი, მან ნახა ლედი დოროთი და მეორე დღეს უთხრა ხალხს მე ამ სასახლეში ვნახე ისეთი რაღაც, რაც არ მინდა რომ კიდევ ერთხელ ვნახო ჩემი ცხოვრების მანძილზე. მან თქვა, რომ მის საძინებელში მივიდა ქალი, რომელსაც ჰქონდა გრძელი გაშლილი თმები, ძალიან ფერფლისფერი კანი და თვალების მაგივრად. იმ ადგილზე, სადაც თვალები უნდა ქონოდა, ჰქონდა ორი საშინელი მუქი წრე. და კიდევ ამბობდა, რომ მას სახეზე აქვს ძალიან ბოროტი გამომეტყველება, ძალიან საშინელი და ბოროტებით ახსავსე გამომეტყველება. და პრინცმა დაუყოვნებლივ დატოვა რეინემ ჰოლი, იმ იმედით, რომ იქ აღარასდროს აღარ მოხდებოდა. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მალევე მისი სიკვდილიდან ნახა ლედი დოროთის მოჩვენება, ირთი სტუმარი რეინემ ჰოლის საშობაო წვეულებაზე და როგორც ამბობენ, მას ძალიან უყვარს განსაკუთრებით საშობაოდ გამოჩენა და ძალიან ხშირად ჩნდება. და ეს სტუმარი იყო ძალიან დაღლილი. სტუმრებს ჰქონდათ წვეულება და მან გადაწყვიტა, რომ ცოტა ხნით მეორე სართულზე ასულიყო და დაესვენა. და როდესაც მეორე სართულზე ადიოდა, კიბეზე შემთხვევით ქალბატონი შეხვდა, რომელიც ვერ იცნობდა სტუმრებს შორის არ იყო. ამიტომ ეს კაცი, როგორც ამბობენ, არ იყო მშიშარა, ამიტომ დაუძახა, ეცადა გაეგო ვინ იყო, მაგრამ უეცრად ეს გამოსახულება გაქრა. უბრალოდ ამ დერეფანში გაუჩინარდა. და შემდეგ, როდესაც მიყვა სტუმარი მის კვალს და ისეთ ადგილას მივიდა, საიდანაც ეს ქალი თუ ნამდვილი ადამიანი იყო, ვერაფრით ვერ გავიდოდა, ნახა, რომ იქ არავინ არ იყო. მეორე დილით მან ყველას სტუმრებს მოუყვა, თუ რა ნახა, როგორც ამბობენ, დახატა კიდევაც ეს გამოსახულება, რაც ნახა და ყველა მიხვდა, რომ ეს ყავისფერი ქალბატონი იყო, რომ ის სიმღამით დერეფანში ყავისფერ ქალბატონს შეხვდა. ამის შემდეგ ყველა მოსამსახურემ, თლიანმა მომსახურე პერსონალმა რეინემ ჰოლი დატოვა, ხოლო მისმა მეპატრონემ სერ თაუნსენდმა დაიქირავა დეტექტივი, რომელსაც უნდა გამოეძიებინა თუ ვინ იყო ამ ბოროტი ხუმრობის ავტორი. მან რამოდენიმე დეტექტივი დაიქირავა, როგორც ამბობენ, და ეს დეტექტივები დარჩნენ რეინემ ჰოლში თვეების განმავლობაში. მაგრამ მათ ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ რეინემ ჰოლში დარჩა ერთ-ერთი გენერალი, რომელიც ასევე იყო ოჯახის მეგობარი, ძალიან მამაცი ადამიანი და ასევე ადამიანი, რომელსაც არ ჯეროდა არანაირი მოჩვენებების არსებობის. და დარჩა რეინემ ჰოლში, სწორედ იმ ოთახში, სადაც ლედი დოროთის პორტრეტი ეგიდა და სადაც ძალიან ყველაზე მძაფრად იგრძნობოდა მისი არსებობა, განსაკუთრებით ღამით, სწორედ იმ ოთახში დარჩა, როგორც ამბობენ, ბალიშის ქვეშ მას ყოველთვის ედო დატენილი რევოლვერი და ასე იძინებდა. და მესამე ღამეს, როდესაც ეს გენერალი რეინემ ჰოლში რჩებოდა, მის კარზე სხვა სტუმრებმა მიაკაკუნეს, რომლებიც იყვნენ ამ თაუნსენდების ბიძაშვილები და რაღაც თხოვეს ღამით. გენერალი, როდესაც გავიდა დერეფანში, უკვე შუაღამე იყო, დერეფანი სრულიად
ჩაბნელებული და როდესაც გავიდა დაინახა რომ მისკენ მოდიოდა ქალი რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც ეჭირა გასანათებლად და ეს ქალის გამოსახულება მოუახლოვდა მან იცნო ყავისფერი ქალბატონი და როგორც შემდეგ ამ გენერლის შვილი წერდა თავის მემუარებში გენერალი ყვებოდა რომ ყავისფერ ქალბატონს ჰქონდა ძალიან ბოროტი ღიმილი სახეზე და ის ძალიან მიუახლოვდა გენერალს სახემასთან ძალიან ახლოს ჰქონდა და გაუღიმა ამ რაღაც თავისი საშინელი ბოროტი ღიმილით და მას საერთოდ არ ჰქონდა თვალები და გენერალმა თავის პირდაპირ დაუმიზნა სახეში რევოლვერი და რამოდენიმეჯერ ესროლა. მაგრამ ტყვიები მხოლოდ კარს მოხვდა. ყავისფერ ქალბატონს არც შეხებია. მან კი თავისი ბოროტი ღიმილით უბრალოდ გვერდით ჩაუარა გენერალს და გაუჩინარდა. ასეთი იყო მისი მომდევნო გამოჩენა, მაგრამ ყველაზე ცნობილი გამოჩენა მისი უკავშირდება ფოტოგრაფების ვიზიტს რეინემ ჰოლში. ერთ-ერთი ჟურნალის ფოტოგრაფები Country Life მაგაზინის ჩასულები იყვნენ რეინემ ჰოლში სპეციალურად ფოტოების გადასაღებად. ეს იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში. და ისინი იღებდნენ მის ინტერიერს, რადგანაც რეინემ ჰოლი არის ძალიან კარგი ნიმუში არქიტექტურული შედევრების და ძალიან ცნობილი სოფლის სახლი. და ეს ჟურნალი სწორედ სოფლის ცხოვრების შესახებ წერს. და იღებდნენ ფოტოებს და თავარ კიბეზე. როდესაც ჟურნალისტს ფოტოგრაფს გამზადებული ჰქონდა კამერა, მათ ჰქონდათ ძალიან არათანამედროვე, რა თქმა უნდა, არამედ ძველებური კამერა, რომელსაც ასე გადაფარებული ჰქონდა რაღაც სპეციალური მუქი ნაჭერი და ამ ნაჭრის შიგნით იყო ფოტოგრაფი და მისი ასისტენტი იდგა გვერდით, როდესაც ასისტენტმა დაინახა, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე მაღალი ქალის ფიგურა. და მან სასწრაფოდ უთხრა ფოტოგრაფს, რომ გადაიღო ფოტო. ფოტოგრაფმა რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ დაინახა, მაგრამ ფოტო გადაიღო და როდესაც თავისმა ასისტენტმა უთხრა, რატომ გადააღებინა ასე სასწრაფოდ ფოტო, მან არ დაიჯერა და უთხრა, რომ ალბათ რაღაც მოგეჩვენა და რა თქმა უნდა კამერაშიც არაფერი, ფოტოზეც შემდეგ ფირზეც არაფერი არ იქნება, მაგრამ როდესაც ფირი გაამჟღავნეს, მათ მიიღეს ფოტო. დღეს რეინემ ჰოლი საკმაოდ მურცხვი არის თავისი ასეთი მოჩვენებებით დასახლებულის რეპუტაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სასახლეში არის ტურები, ყველა სტუმარს შეუძლია დაათვალიეროს ყველა სტუმარს შეუძლია მივიდეს და დაათვალიეროს. მას ისევ ფლობს, რა თქმა უნდა, თაუნსენდების შთამომავლები ფლობენ. მაგრამ Ghost Tours იქ არ ეწყობა. ვინც მიდის რეინემ ჰოლში შეუძლია მხოლოდ დაადგეს მისი არქიტექტურული და ისტორიული მშვენიერებით. მაგრამ ყველა მიცის ეს ლეგენდა, ყველა მიცის რომ ეს შენობა დასახლებულია მოჩვენებებით და მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ყავისფერი ქალბატონი. თუ მოგეწონათ ეს ისტორია, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. და აქვთ თქვენი საშიში ისტორია, რომელიც გინდათ რომ მე ვიდეოში მოვყვე, აუცილებლად მომწერეთ ჩემს მეილზე. ნახვამდის.